სამოქალაქოების ერთ-ერთი ჩვეულებრივი და ნამდვილ დღესასწაულად იქცია. დაგვიწყდათ დადებითი ემოციებითა და სურვილებით. ისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიყვარულსა და ულებს სიხარულს. განერის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მომავალი ჩვენიას წევრებმა სათნოების სახლის მობინადრეებთან გაზაფხულის დღესასწაულების მისალოცად მივიდნენ და მზრუნველობა მოკლებულ და მიუსაფარ მოხუცებს ხელები და გულები გაუთბეს. ეს საფუძველი ჩაუყარეთ ჩვენმა კლუბის მოსწავლეებმა მათი ინიციატივით, ხელმოქმედებით დავიწყეთ ამათთან თანამშრომლობა. ყოველ 8 მარტს დავგეგმე და გვაქვს გეგმაში რომ მოვიდეთ ამ მოხუცებულებთან, ამ ულამაზეს უსაყვარლეს ხალხთან, რომელსაც ჩვენი სიტყვა და სიყვარული სჭირდება. ჩვენს დავბერდებით გვაქვს ჩვენ ასეთი დევიზი, რომ ყველას ასეთი ცხოვრება გველის. ამიტომ ერთმანეთს უნდა დაუდგეთ გვერდით და გაულამაზოთ თითეული ყოველი დღე იყოს მათთვის სასიამოვნო და რა თქმა უნდა სიხარულის მომგვრელი. მსგავსი ღონისძიებების გამართვა ღანიერი ბავშვებისათვის ტრადიციად იქცა. წელს აქტივობის ორგანიზატორის სამოქალაქო კლუბ მომავალი ჩვენიას მეურვის იამზე ღურაშვილის ინიციატივით სადღესასწაულო ღონისძიებასთან ერთად გამწვანების აქცია მოეწყო. სათნოების სახლის ეზოს განაშენიანების მიზნით ნერგები მოსწავლეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთობლივი ძალებით შეიძინეს. აქციის ფარგლებში ღანერის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, დირექტორმა, მოსწავლეებმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გამგებლის მოადგილეებმა და სამსახურის ხელმძღვანელებმა ერთად დარგეს. ეს ღონისძიება, ისე როგორც შარშან, მოეწყო ღანერის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით. ხოლო განსხვავება შარშანელ ღონისძიებასთან, აქტივობასთან ის არის, რომ წელს ბავშვებმა გადაწყვიტეს სათნოების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დარგვა. ეს იდეა უთხრეს მიწერეს წერილი გამგებელს, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ ბავშვებს ამ საქმეში და მართლაც შეასრულა შემდეგ დანაპირები, შეგვიძინა ნერგები, მოვედით და დავიწყეთ ამ ნერგების დარგვა. მადლობას ვუხდი ბატონ ვალერინეს, რომ ბავშვების ამ ინიციატივას გამოეხმაურა და ხალხაწერა გამოხატა. მე მინდა პირველ რიგში მადლობა მოვახსენო სკოლის ადმინისტრაციას, მის ხელმძღვანელობას, ბავშვებს, რომლებმაც ასე აქტიური მონაწილეობა მიიღეს და ეს ისეთი დაწესებულება არის, სადაც ზრუნველობას მოკლებული ხალხი არის. ამიტომ ასეთი აქციები ხშირი უნდა იყოს და განსაკუთრებით აი სოფლის სკოლამ, ერთ-ერთმა ლამაზმა სკოლამ გამოხატა ასეთი ლამაზი დღისადმი მიეძღვნათ აი ამ ქალბატონებისა და მოხუცი მამაკაცებისათვის, რომლებიც ამ დაწესებულებაში იმყოფებიან. ჩვენი მხრიდან მივიღეთ მონაწილეობა, ხედავთ გარე ფართობის გამწვანების აქციაც მიმდინარეობს, აქ მოიტანეს ნერგები, ვარდების, სხვადასხვა ნაძვის და ასე თქვა სხვადასხვა ჯიშის ნარგავები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებთან ერთად ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა და დავდგეთ. იმედია გაიხარებს და შემდეგ აქ ლამაზი პარკი მოეწყობა მომავალში.